მე ჩავდივარ ახლა მიუნხენში ამ დიდ საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც სწორედ მინდა წარმადგინო ეს საკითხი, თავისუფლების მებრძოლების ადამიანები და თუ რამდენად აქაური რეპრესიული სისტემა უკვე გადაიქცა რუსულ რეჟიმად და რა ფორმებით მოქმედებს იგი, მაგრამ ასევე მე მინდა გავამახვილო ყურადღება იქა იმაზე, რომ სიები არ უნდა იყოს შედგენილი სანქციების სიები, მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან ცნობილი და ვერტიკალის ზემოთ, თავისთავად ისინი არიან პირველი მიზნები ამ სანქციების, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა მიცოდეს, ყველა პოლიციელმა, რომელიც იძლევა ცრუჩვენებას, ყველა მოსამართლე, რომელიც კითხულობს თავის ტელეფონში, რა უნდა იკითხოს და რა უნდა გამოიტანოს განაჩენი, რომ ყოველი ასევე ტიტუშკა, რომელიც იქნება ამოცნობილი ან კრიმ პოლიციის წევრი, ყველა ვინც და ჩვენ ყველა ამაზე მუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტად იყვნენ სახელობით ამოცნობილი, ყველა ეს ადამიანები იქნებიან იმ სიაში, იქნებიან ჯერ ერთი დასჯილი პირველ რიგში საზოგადოების მიერ, როცა მათი ვინაობა იქნება ყველასთვის ცნობილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ თუ საზოგადოება არსებობს, შენ გინდა რომ იმ საზოგადოებაში დღეს თუ არა ხვალ იარსებო, იცხოვრო და ეს თქვათ ნიშანი, რაც დაგედება ის შავი წერტილი, შეიძლება მთელი ცხოვრება ატარო ეს ნიშანი, მაგრამ ასევე სანქციების სია უნდა გაიზარდოს და ყველა მიცოდეს, რომ არავინ არ დარჩება დაუსჯელი, როცა მიდის თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ და მზად არის იმისთვის, რომ თვითონ ჩაიდინოს ასეთი დანაშაული.